დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრა. 156 გვერდიანი მოხსენება დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ და საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო. 2024 წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და ამ წლის ბოლოს უკვე თამამად შეიძლება ითქვას არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, რომ პირველად ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლოს გადაარჩევებს 100 მილიარდ ლარს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნების გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა. ანუ ჩვენ შევძელით დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა, რა თქმა უნდა, გჭირდება ამ ტემპის მომავალშიც შენარჩუნება. ასევე ამ წლის ბოლოსთვის პირველად ჩვენი ეკონომიკა ერთ უმოსახლეზე გადააჭარბებს $10,000. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი, აქაც გჭირდება, რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%. ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2024 წელს 90,000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებმა ევროპის სახალხო პარტიიდან და სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფიდან საქართველოში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მათ შეშფოთება გამოთქვეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების გამო და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დებატების მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის შეზღუდვაში და ავტორიტარიზმისკენ გადახრაში დაადანაშაულეს. წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ შავია. რეალობა ხო ვიცით ყველამ და რაც თავარია იცის ქვეყნის მოსახლეობა. რეალობა არის მარტივი, ადამიანებს აქვს კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. ყველაფერი კანონში არის გაწერილი თუ რა ხდება ამის შემდგომ. და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში იგივე რო გაეკეთებინათ ამ ადამიანებს, იგივე რო გაეკეთებინათ მათ პოლიტიკოსებს, რა გადაწყვეტილებას და რა დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. კოალიციას სრულებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ასევე გივი თარგამაძე დააკავეს და მას 7 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, მას აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო გივი თარგამაძე ყოველთვის. და როცა ეკითხებიან, უნდა მოვიდეს და ჩვენება მისცეს, ან გამოკითხვას უნდა გასცეს გარკვეული პასუხები, თავს არიდებს. რითი ამოყობს ვერ გავიგე. აქ ბერერა ხაგაში ჩვენება მისცა, აბა რა უნდა ეკ. ისე ამბობს გეგონება დაძლია და დაუპირისპირდა და რუსეთს და გადაუარა და გადაჯეკა. ამერიკამ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ტრამპი აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტა ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით ხელშეკრულება ამერიკას ჩინეთთან იშვიათი მინერალების უფრო სწრაფად იმპორტირებას შეუწყობს ხელს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, შეერთებული შტატები შეთანხმების დადებას ინდოეთთანაც გეგმავს, რაც ამერიკულ პროდუქციას კიდევ ერთ დიდ ბაზარს გაუხსნის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით უნგრეთმა ვეტო დაადო ერთობლივ განცხადებას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე. ამის გამო ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამოაქვეყნონ დოკუმენტი ევროკავშირი მინუს უნგრეთი ფორმატით. 26 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გრძელვადიან პერსპექტივაში. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დილიდან ეჩმიაძინის საკათალიკოსოში ეპისკოპოს მიქაელ აჯაპანიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სამართალდამცველები ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსთან დილიდან გამოჩნდნენ. მათ იქვე შეკრებილი მრევლი დახვდა. მოგვიანებით სამართალდამცველებსა და ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის წარმომადგენლებთან ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანთან ერთად მივიდა. სამართალდამცველებმა ეპისკოპოსი დააკავეს, თუმცა მისი წაყვანა ვერ შეძლეს. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიტუაციის ესკალაციის არ დაშვების გამო მათ დაკავების ოპერაცია დროებით გადადეს. სამართალდამცავი უწყება მოუწოდებს მიქაელ აჯაპაიანს თავად გამოცხადეს და ჩავარდეს მათ. ცნობისთვის სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა წმინდა ბრძოლა ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარ ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქესებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში.